პირველ რიგში დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ უკვე 19 დღეა ბრიუსელი უარს ამბობს დაგმოს 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამასთან სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ქართულ ხალხთან და მის არჩევანთან მიმართებაში ირჩევს სრული კონფრონტაციის პოლიტიკას და მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფების ღია და ფარულ მხარდაჭერას, რომელთა ქმედებებიც ყოველდღიურად უფრო მეტად ექსტრემისტული და სასოწარკვეთილი ხდება. ზუსტად ისე, როგორც 2024, 2021, 2020 წლის და კიდევ არაერთ არჩევნებზე ჩვენ კვლავ ხედავთ გარედან წამოსულ გამამხნევებელ სიგნალებს, რომელიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს. სწორედ ასეთ წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა. უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არსემენ და არა დაგიდებენ. ღირებულების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე. სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს მტრად. ლაზარე გრიგორიადისის მაგალითით საკმარისი იყო თავის დროზე, თუ როგორ გამოგვიცხადა ბრიუსელმა გმირად მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი და რა შედეგი მოიტანა ამან. მოძალადის ამ ცრუ გაგმირებამ წარმოშვა ახალი მოძალადეები, ერთ მოლოტოვის კოქტეილს მოჰყვა 10, ერთ დამწვარ მანქანას ევროკავშირის დროშით ხელში საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობა. ყველაფერთან ერთად ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს. ბრიუსელში ეს რომ ესმოდეთ, ისიც ემახსოვრებოდათ, რომ სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ მცირე იმპერიას გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას. სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება. ამ ფაქტის ნამდვილი ირონიაც სწორედ ამაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის სახაროვის სახელობის პრიზი გადაეცა აქტივისტს, რომელმაც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში. მაგრამ რას უნდა ველოდოთ იმ ხალხისგან, ვინც სულ ახლახან ჟურნალისტებად მედიების დევნილ პროკურორ ნიკა გვარამიას და სააკაშვილის კორუმპირებულ მინისტრს დავით კეზერაშვილს წარმოგვიჩენდა. ან მათგან, ვინც ძალადობის ორგანიზატორ შიდა ტერორისტ ცეცხლაძესთან სალონურ მიმოწერაშია. შეუძლებელია, რომ დღეს ბოლო 1 წლის მანძილზე 2 ჩატარებული არჩევნების მაგალითზე ვინმეს არ ესმოდეს, რა განწყობაა ქვეყანაში, სად არის ქართველი ხალხის უმრავლესობა და რა სურს მას. ამიტომ მათი პოლიტიკა შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, მის არჩევანს, გარედან ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური თემებით აპირისპირებს ადამიანებს, უბიძგებს ძალადობისკენ და მსხვერპლის როლს არგებინებს ძალადობის ყველაზე მოწყვლად მონაწილეებს. ჩვენ დღესაც ვხედავთ სწორედ ასეთ წახალისებულ ადამიანებს, რომლებსაც მკაფიო გათვლით და ცივი გონებით წირავენ მარწესრიგთან დაპირისპირების შედეგად მიღებული სასჯელისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ღია თუ ფარული ორგანიზატორი იკავებს დისტანციას, არ დგას ავანგარდში და საგამზირე მსხვერპლად სხვას წირავს. ჩვენთვის ეს ტაქტიკა გასაგებია, თუმცა ის არ მუშაობს და არც იმუშავებს. სახელმწიფო მშვიდად, აუღელვებლად და მეთოდურად დაიცავს ამ ქვეყანაში წესრიგს, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას და უმრავლესობის აბსოლუტურ ნებას. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს ყველას.
არანაირი თანხის დავხარჯვა ოპოზიციას არ სჭირდება, ისინი ასრულებენ უცხო დაკვეთას, არიან მათი გავლენის აგენტები და ჩადიან ცენტრში თავისი მითითებების მისაღებად. ასე რომ ეს მთელი ამ პერიოდი ჩვენ ზუსტად ამას ვაკვირდებით, რომ ის ფეხზე მდგომი NGO შნიკები და ოპოზიციონერები თავის ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ არიან ისინი იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე რომ ეს ვიზიტები, როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ზუსტად ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება და ამიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ადგილზე კონსპირაციულად, ისე რომ ქართულმა ხალხმა ეს არ დაინახოს, ვერ გაიგოს, ვის ხვდებიან და რაზე საუბრობენ, კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრად. მე მოგიწოდეთ რომ დააკვირდეთ ვინ არის ხოლმე შემდეგ, ვინც პოლიციის მხრიდან ვისი დაკავებას ხდება პოლიციიდან, ესენი არიან ზუსტად საგამზირედ განწირული მსხვერპლები, მათი ორგანიზატორების მხრიდან. ორგანიზატორები ადგილობრივი დგანან ტროტუარზე, ნაბიჯს არ დგავენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და აკეზებენ მათ. საბოლოო ჯამში ზუსტად ასეთი ადამიანები, სუსტები, მოწყვლადები, ემოციურად ამყოლებს სწირავენ იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგონ დაარღვიონ კანონი და შემდეგ წარმოაჩინონ ისინი მსხვერპლად. ამიტომ ამ ადამიანებს მიმართვამე განსაკუთრებით, ვინც ასე ვთქვათ, გაწირული ყავს ცივსისხლიანად ამ ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორებს ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრი მაგალითია, მაგრამ ეს ისეთი ძალიან ვიზუალურად ჩანდა ეს მაგალითი, ნინო ლომჯარია, რომელსაც პირველ დღეს, როდესაც ვერ გადაიკეტა გამზირი, ატეხა პანიკა სოცქსელში, მოდით ყველა გადაკეთეთ, ფეხი არ გადადგა თვითონ რუსთაველის გამზირზე, ტროტუარიდან აკვირდებოდა ხალხი როგორ არღვევდა კანონს, იმისთვის რომ შემდეგ კანონის დარღვევისთვის, რა თქმა უნდა, მიიღებდნენ შესაბამის რეაგირებას. ასე რომ სინამდვილეში აი ეს ადამიანები არიან მსხვერპლი ანტიქართული კამპანიისა, რომელიც გარედან იგეგმება და რომელსაც აკეზებენ. რომელიც ერთ-ერთი მონაწილეც იყო მათ შორის ფინეთის აგრარულ საქმეთა მინისტრი, რომელიც გამოვიდა და თავად საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ კანონის დარღვევა მისაღებია. უბრალოდ ყოველისა 50 ადამიანი თავის ნებას ვერ მოახლოს 1.5 მილიონიან ქალაქს და ზუსტად ეს არის რაც უნდათ გარედან დაამკვიდრონ, რომ აქ აპარტეიდი იყოს და უმცირესობამ უკარნახოს თავისი ნება უმრავლესობას. კაფიო არის რა უნდა ქართულ ხალხს, კაფიო უნდა რა უნდა დედაქალაქის მაცხოვრებლებს, თუ კი ვინმეს აქვს რაიმე სათქმელი და შესაკრები და გამოსახატავი, ამისთვის არსებობს ფორმები და ამ ფორმების ფარგლებში უნდა იყოს. ისაც გუშინ მიხილეთ, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელი ქცევები, ეს აჩვენებს ზუსტად, რომ არის მცდელობა, რომ მარგინალიზებულმა, დამარცხებულმა, შერცხვენილმა უმცირესობამ, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საკუთარი ისტერიით თავს მოახვიეს მთლიან ქალაქს. და ამას აქვს ერთი დატვირთვა, გუშინ თუ დააკვირდებოდით, ეს არის ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, დადგმული კადრები, ანუ ასე ვთქვათ, მსახიობობა იმისთვის, რომ შეიქმნას ვიზუალი, თუ გადახედავთ გუშინ X-ის და სხვა ინგლისურენოვან ასეთ სოციმედიას, ნახავდით, რომ ეს კადრები ქმნიან იმისთვის, რომ შემდეგ ატეხონ ისტორია, თუმცა დღეს ისინი ჩავარდნილი არიან იმ წყემსის როლში, რომელმაც იმდენჯერ იყვრა ტყუილად მგელი, რომ მათ არავინ უჯერებს, ვინც კი
რეალურად აანალიზებს საქართველოს მდგომარეობას. რაც შეეხება მათ დამკვეთრებს, მათ დიდი არაფრის ჩვენება არ ჭირდებათ. ამ ანგარიშებს ისაც უგზავნიან ალბათ ჩატების მეშვეობით, რომ აი დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭერას მივახციეთ და ეს იყო ჩვენი შედეგი. მათ შორის გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაზე აძვრა, ასევე ტაქსის ძღოლს უძვრებოდა, რამდენადაც ვნახე მე ვიდეოში და გუშინ ითქვა ის დაკავებული იქნა და მათ შორის სისხლის სამართლის წესით იქნა დაკავებული 2-დან 4 წლამდე ემუქრება ამ ადამიანს ამ ქცევისთვის. ეს ადამიანი დღეს არის პირადი პატიმარი გუშინ ევროპარლამენტში აი ამ სამარცხვინო სპექტაკლისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მოძალადეებს აგმირებენ, აი შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს. როგორც ლაზარე გრიგორიადისი გააგმირეს და ერთი მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად შემდეგ მივიღეთ 10, აი ზუსტად ეს მოხდა გუშინ იმის გამო, რომ მოძალადეები გააგმირეს. ასე რომ ეს ქალბატონი არის პირადი პატიმარი და იმათ დამსახურება ზუსტად, რომ წააქეზეს დანაშაულისკენ, ჩაადენინეს დანაშაული, შემდეგ გამოვლენ ტრიბუნებზე, თბილად, პანელურ დისკუსიას ჩაატარებენ, ალბათ ამ ქალბატონის სურათსადმე აჩვენებენ, აიღებენ გრანტებს, დალევენ ყავას, ექნებათ სალონური საუბარი, ეს ადამიანი არ ვიცი ხარ მას რა დანაშაულები მიუძღვის, მაგრამ გუშინ ითქვა, რომ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, როგორც წარიმართება, ყოველ შემთხვევაში ზუსტად ასეთი მსხვერპლები მათ სჭირდებათ, რომ მათ ჰქონდეთ შემდეგ დაფინანსება, ფული, თვითონ იდგნენ ტროტუარზე ნინო ლომჯარიასავით და იცხოვრონ მან ამანდავიანების ხარჯზე. ელჩებთან დაკავშირებით უნდა ვფიქროთ, თქვენ ხშირად მიუთითებთ, რომ ვენის კონვენციას აღვევენ ელჩები და მოყავთ ევროკავშირის და გერმანიის ელჩის მაგალითებიც. შიდა ჩარევის რა ფაქტებს ხედავთ ოპოზიციასთან, მას თუ ხედავთ მასთან მიმართებაში და კიდევ რა გაქვთ მათთვის დღესაც? ეხლა გუშინ მქონდა უბრალოდ გამოუგნებელი იყო, როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორის წერს წერილს. ეხლა ეს ამას ვენის კონვენცია ჭირდება თუ აბას უბრალოდ ადამიანობა ჭირდება, რომ ტერორისტთან არ იყოს სალონურ მიმოწერაში. და გუშინ ჩვენ მოვისმენთ აბსოლუტურად სამარცხვინო განმარტება, რომ თითქოს ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკა არის, რომ ფოსტა მიზიდით საქართველოს მოქალაქეებიდან და ზის საელჩოს თანამშრომლებს ხედან და პასუხებს წერენ საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე საინტერესო აქტუალურ საკითხებზე. ეხლა მართლა შტერები მგონი ვართ, მე მგონი ამათ ქართველები რა. კიდევ ერთხელ ტერორისტთან მიმოწერა არანაირი ყოფითი ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის. და ეს მისი არა მხოლოდ თვითონ ფაქტი არის უკვე სკანდალი, მაგრამ მეორე არის კიდე შინაარსი იმ წერილისა, რომელიც მიწერეს და გუშინ თითქოს ეს არ იყო მხარდაჭერა. წერენ ადამიანს, რომელიც აქციებზე ძალადობის გამო არის მსჯავრდებული. მას წერენ შინაარსი წერილს არის, რომ აქციებზე ძალადობის გამო მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არ არის მხარდაჭერა? ვისატყუებენ ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ეს არის ზუსტად ესეთი საქციელები, რომელიც მათ შორის ამ ასეთი საქციელის გამო არის საქართველოში წახალისებული ძალადობა, ექსტრემიზმი და ახლა უკვე ტერორიზმი, რომელიც ჩვენ მივიღეთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმით. და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ. ევროკავშირმა აი წარმოიდგინეთ, აი ღირებულებები, ფასეულობები, რაღაც ხო ამაზე ხო საუბრობენ. ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ არის შირმა. ევროკავშირი აფინანსებდა ადამიანის მკვლელობის ინსტრუმენტის კამპანიას. ნუ ამაზე დიდი ამაზრზენი დაფინანსება რა შეიძლება იყოს? დღემდე ბოდიში არ მოუხდია ამის გამო ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუციას, რომ ჩვენთან აქ მოლოტოვის კოქტეილების კამპანიები გვიფინანსეს, რის შედეგადაც ვიხილეთ ჩვენ შაშა რაც მოხდა, რომ ერთი ისტორიაში პირველი შემთხვევის შემდეგ, რომელიც გრიგორიადისმა გაისროლა მოლოტოვის კოქტეილი, სწორედ ამ კამპანიამ მოიტანა შემდეგ ათეულობით მოლოტოვის კოქტეილი. რა თქმა უნდა, ვადარებ კი არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად კავშირი. აბა ტერორისტს რომ იწერ წერილს, ეს კავშირი წაქეზება და შეგულიანება არ არის მოძალადეების. დღემდე 19 დღე გავიდა. მე-19 დღეა დღეს. დღემდე ერთი სიტყვით არ დაუგმიათ ძალადობა, ხო მარტივია რა თქვა, რომ აი გმობთ
4 ოქტომბერს ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეს. აი რა უდგას ამას წინ? რა უდგას? ძალადობა არ იყო, თუ ვერ დაინახეს რა იყო? რატომაც არ აკეთებენ აი ამაშია სინამდვილეში პასუხი, რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ არ აკეთებენ, რომ სინამდვილეში მხარს უჭერენ, ახალისებენ და იწონებენ. აი ეს არის ის სავალალო დასკვნა, რომელიც ქართულ ხალხს გამოაქვს და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ საქართველოში ძალადობა დღეს წახალისებული არის ევროპული სხვადასხვა სტრუქტურები. ბატონო შავა, საკონსტიტუციო სარჩელზე უნდა გკითხოთ, იყო მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირაში შეიტანდით სარჩელს, რა ეტაპზე არის იმამზადება და კიდევ ერთხელ ამ სარჩელის მიზანზე რომ კიდევ ერთხელ მოკლედ, რაც შეეხება სარჩელს, მე წინასწარ თქვი, რომ სარჩელი მზად არის, ფაქტობრივად, უბრალოდ მიდის მისი დახვეწა ფორმულირებების. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს რა თქმა უნდა კომპლექსური საკითხი არის, მათ შორის მოიცავს დიდ პერიოდს სხვადასხვა პარტიების მოქმედებისა. ერთი, მეორე, ეს არის პირველი შემთხვევა, რომელსაც პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოდ. ეს არის აქედან გამომდინარე ისტორიული პროცესი და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს შემდეგ, რომ ისტორიულ დოკუმენტის სახელი ქონდეს. ამიტომ მიდის მუშაობა სარჩელის საბოლოო სახეს იმისთვის, რომ სარჩელს მივცეთ საბოლოო სახე და ამ დღეებში შევიტანთ და გაცნობებთ მის შინაარსს. რაც შეეხება რა არის მიზანი. მე ახსენე კიდევაც მათ შორის სხვადასხვა ცვლილებები, ჩვენ ამოვავსეთ ყველა ხარვეზი, რომელიც არსებობს პარტიასთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ის რაც არ ქონდა აქამდე ჩვენს კანონმდებლობაში და არის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, გავითვალისწინეთ ეს პრაქტიკაც, მათ შორის მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი და ასევე ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობა. ამიტომ დღეს ჩვენ პარტიებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ოფცია. პირველი ამ სარჩელიდან გამომდინარე, პირველი მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. მეორე, მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის სახელით წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატის შეწყვეტა. მესამე, მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. და სამომავლო ინსტრუმენტი ზოგადად არსებობს მემკვიდრე პარტიისა, თუ კი აკრძალვის პარტია თუ მოხდება პარტიის აკრძალვა და მისი წევრები იდენტურ პარტიას შექმნიან, მისი აკრძალვა. ანუ შესაბამისად ჩვენ დღეს გვაქვს სამი ოფცია. პარტიის აკრძალვის მოთხოვნა, მათი რიგებიდან არჩეული პარლამენტის თუ საკრებულოს წევრების მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა და ცალკეული კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ მათ შორის ამაზე ვიმსჯელოთ ამ სამი ოფციიდან, რომელი კომბინაცია მოთხოვნის კომბინაციით მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ჯერზე. ამიტომ ესეც გახლავთ საკითხი, რომელსაც იხილავთ როგორც კი სარჩელი გასაჯაროება. მე წინაზე ვთქვი და ახლა გავიმეორებ, რომ ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენ სამართალდაცვო სტრუქტურებს, იქნება ეს შინაგან სამინისტრო, პროკურატურა, სახელმწიფო საწყობის სამსახური, აქვთ თვისებრივად შეცვლილი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მედიასთან. ხედავთ, რომ არის ძალიან სწრაფი გავრცელება ინფორმაციის, როგორც პროაქტიული მიწოდება ინფორმაციის ბრიფინგების სახით, ისე თუ კი რაღაცა ღია კითხვები რჩება ხოლმე ან არსებობს, ამაზე დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება მედიისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენც ისევე სწრაფად და შინაარსში ვართ ინფორმირებული, როგორც მთლიანი საზოგადოება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ სამართალდაცვალ სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მოწოდება და ამავე დროს სამართლებრივი შეფასებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო შავა, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, პირველს ორსა მინდა გკითხოთ, აი რატომ არ არის დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი, ადამიანი, რომელმაც მძიმე დანაშაული აღიარა გუშინ, რატომ გაუშვეს ეს ადამიანი სახლში და ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა ეს ყველაფერი, რას აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ანუ ივანიშვილის გვერდის ალვით მოხდა მისი მხრიდან ამ ფულის შეგროვება წლების განმავლობაში? არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა რას აკეთებდა მისი მე აქაც ვიტყვი, რომ უმჯობესია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდაცვო ორგანოებმა
შინაარსად სამისო პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბრო მით უმეტეს რომ ხედავთ რომ თვისებრივად შეცვლილი არის მათი კომუნიკაციის პრაქტიკა, ამიტომ ვფიქრობ რომ ნაკლებობა ინფორმაციის არ გაქვთ, ამიტომ მე პირადად ვფიქრობ რომ უმჯობესია რომ მათ გააკეთონ ამ საკითხებზე შინაარსობრივი კომენტარი. მე მაინტერესებს ადამიანმა აღიარა უმძიმესი დანაშაული. რატომ არ დააკავეს ეს ადამიანი? კიდევ ერთხელ გუშინ იყო განცხადება უსაფრთხოების სამსახურის რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რა მხრივ, რა შინაარსით ეს ყველაფერი არის მათი კომპეტენცია რომ გაასაჯაროონ და ამაზე ისაუბრონ. ბატონშალო, თქვენ ტერორისტს ეძახით ჟუიად ცეცხლაძეს, აკავებთ 50 მე არ ვეძახი, არის. ერთი წამი. ბოდიში, აკავებთ 50 წლის ადამიანებს ქუჩაში, ადამიანებს პირბადის დარების გამო ახალგაზრდა გოგოებს მოხუცებს, რა ვიცი, ყველას ძალიან მარტივად აკავებთ და ეს ადამიანი აღიარებს, რომ უკანონო შემოსავლები ქონდა და არა ნაკლები. ხო, ირაკლი ღარიბაშვილი რატო არ არის დაკავებული? ანუ არ არის მარტივი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება. გუშინ თქვენ ვიღაცების დაკავება გიმარტივდებათ ბატონო. გუშინ ღარიბაშვილმა ხელა დანაშაული აღიარა და სახში როგორ გავუშვით? შეგიძლიათ გითხრათ? გუშინ თქვენ ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ბრიფინგი, რომელმაც ისაუბრა ყველა ამ დეტალზე, მათ შორის ისაუბრა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი იმსჯელებენ, ასე რომ მათგან მიიღებთ ყველა პასუხი. იცი აივაშვილი იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ის ახევდა ძალიან ხშირად ირაკლი ღარიბაშვილს და ფაქტობრივად აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რასაც ღარიბაშვილი აშავებდა, ანუ გულისხმობ რომ ხო დანაშაული აღიარა. რა და როგორ იყო ყველაფერს და ჩვენ მოგვახსენებენ სამართალმცავი სტრუქტურები, ყველა შინაარსობრივი საკითხი მნიშვნელოვანია რომ დავალოთ კიდევ ერთხელ ხედავთ რომ ინფორმაციის სიმწირი არ არის. კარგია რომ ამ ხრივ ბოლო პერიოდია კიდე კარგი და მისასალმებელი პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებით ჩვენგან არის რომ ბოლო პერიოდი ძალიან მისასალმებელია რომ საერთაშორისო სტრუქტურებს აქვთ ასეთი აქტიური კომუნიკაცია მედიასთან, საზოგადოებასთან, რომ მათ შორის პარლამენტის წევრებს არ უწევთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით რაღაც კომენტარები, რაც საერთო ჯამში ჩვენი უფლებამოსილება ან კომპეტენციის ფარგლები არ იყოს, ამიტომ ხედავთ რომ სწრაფად, დროულად მოგეწოდებათ ყველა ინფორმაცია, მათ შორის ამ სახის ინფორმაცია. თუმცა ამავე დროს დაუბრუნდებით ტერორისტის საკითხს და ესეც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ არ მოხდეს დაკნინება იმ ძალადობისა, რის მოწმეებით ჩვენ ვიყავით შარშან დეკემბერში თუ აი ამ პერიოდში, როდესაც ტერორიზმი არის, როდესაც ადამიანი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას. და თქვენ ნახეთ რომ ზუსტად ერთ-ერთში, რაც საქართველოში დეკემბერში დაატრიალეს უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ცეცხლაძეს ჩათვლით, ზუსტად ერთ-ერთში ასეთი სურათები იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში. და ზუსტად ეს შეფასება არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ეს არის შიდა ტერორიზმი, როდესაც მანქანებს წვალ, როდესაც უვარდები, როდესაც შენობების აღება გინდა, როდესაც ძალადობ, ეს არის შიდა ტერორიზმი. ასე რომ ზუსტად ამერიკული სტანდარტით, თუ კი ვინმე სტანდარტები აინტერესებს, ცეცხლაძე და მისი რაღაც თანაამსრულებლები არიან შიდა ტერორისტები და ყველა ვისაც მასთან აქვს ესეთი სალონური მიმოწერა ევროკავშირის საელჩოს ჩათვლით, არიან აკნინებენ, უბრალოდ ახალისებენ თუ რაღაცნაირად მისაღებად თვლიან, აქცევენ ტერორიზმს, რაც მიუღებელია, როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორისტთან არის სალონურ მიმოწერაში და რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვისაუბრებთ და ერთადერთი შანსი ევროკავშირის საელჩოს აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვენ რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი ქმედება და გამოიხმონ უკან საკუთარი წერილი. სხვა შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს არის ტერორიზმის დაკნინება და ტერორისტთან სალონური მიმოწერის გამართვა. სტანდარტი ახსენეთ და ამერიკული სტანდარტის მიხედვით ალბათ სახლში არ გაუშვებდნენ ადამიანს, რომელიც აღიარებს, რომ უკანონოდ ქონდა მილიონები სახლში, ბატონო და რატომ გაუშვით ირაკლი ღარიბაშვილის სახლში? მან არანაკლები დანაშაული ჩაიდინა თუ უკანონოდ ქონდა მილიონები, ხო? თქვენ რატო აკნინებთ ამ დანაშაულს? კიდევ ერთხელ, თქვენ ხედავთ, რომ სამართალდაცვავი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან. არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული, ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმეები, არაფერს არ ერიდებიან, საჭირო არის აქედან გამომდინარე ნდობა ჩვენი სამართალდაცვი სტრუქტურების მიმართ, ისინი თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას
შინაარსობრივ, სამართლებრივ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე, რასთან არ გვაქვს საქმე, ასე რომ მე პირიქით მიხარია, რომ პროკურატურა, შინაგან სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად არიან კომუნიკაციაში და ჩვენ არ გვიწევს რაღაც დამეტებითი კომენტარი, ვინაიდან ამომწურავ ინფორმაციას იღებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად ყველა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ნაწილი არის, რომ ნებისმიერ გადაცნობასთან დაკავშირებით კონდეს რეაგირება. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სტრუქტურები ახლა აქტიური რეაგირების პროცესში არის. ამავე თემაზე უნდა ვკითხო. აი, ხარიბაშვილზე ვკითხავ. სასამართლოში ბარემ ხარიბაშვილზე პოლიტიკურ შეფასებას ვკითხავ. სასამართლოში დღეს შედის სამჩელი ჟურნალისტების საქმე ხება აკრედიტაციის წესს თქვენს ბრძანებას. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს არაკონსტიტუციურობაზე, კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე თქვენს ბრძანებასთან დაკავშირებით. რა გაქვთ სათქმელი მედიისთვის, რა გაქვთ სათქმელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, იმიტომ რომ ბევრი ჟურნალისტი იყო დასანქცირებული პარლამენტში თქვენი ბრძანების ეხლა ზუსტ სტატისტიკას თუ შემახსენებდნენ შემოსვლისა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ რამდენი 1000 შემოსვლა ჰქონდა ბოლო ორ წელიწადში? მარტო წელს 2025 წელს 7500 გიპასუხეთ. მაცადეთ, მანდაც მოვა. მარტო წელს ჯერ წელი გავიგე, გიპასუხეთ. მარტო წელს წელი დასრულებული არის 7000, ჩავთვალეთ წელიწადში 10000 შემოსვლა არის ჟურნალისტების, როგორც წლიური, ისე სპეციალური საშვებით. 2023 წლიდან მოქმედებს ეს ბრძანება, ან ჩათვალეთ რომ დაახლოებით 30000 შემოსვლა იყო ჟურნალისტების საქართველოს პარლამენტის შენობაში. აქედან წესების მიღმა ქცევა, რომელსაც მოყვა რეაგირება, იყო ალბათ 15. დაახლოებით 15. ნუ ეხლა რამდენი პროცენტია 15 30000-დან? თქვენ თვითონ გამოთვალეთ ერთი და მეორე. ეს ხომ აჩვენებს, რომ დანარჩენ 29985 შემთხვევაში ჟურნალისტები სრულად აცნობიერებდნენ მათი პროფესიული საქმიანობის და ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს. და რომ 15 რომ დგას 29850 საპირწონედ, ზუსტად ეს გამონაკლისი ადასტურებს წესს, რომ ეს 15 იყო აცდენა ჟურნალისტური ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებისგან და 29850 შემთხვევაში განსხვავებით 15 შემთხვევისა იყო დაცული. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები ვიცი და საქართველოს პარლამენტი არის ამ შემთხვევაში მოპასუხე და მეც რა თქმა უნდა ჩართული ვარ ხოლმე ამ საკითხების განხილვაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიცია არა მხოლოდ ჩვენ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და რაც თავარია, ვფიქრობ, რომ ყველასთვის არის მისაღები ის გარემო, რომელიც პარლამენტში არის, საქმიანი გარემო. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით ჟურნალისტებისგან მადლობას უნდა ვისმენდეთ ამასთან დაკავშირებით. მადლობას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გუშინ მაგალითად ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტს არ დაუშვა საშვი და კიდევ ერთი აცდენა ჰქონდა თუ ალბათ იმ ჟურნალისტებს, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც არიან და იყვნენ დასანქცირებული, მათ არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ ამ შენობაში, რასაც არ მუშაობთ მაგალითად და ან პირადად მე რასაც არ მუშაობ პარლამენტში, როგორც მე ვწერ დეპუტატებს, ისევე წერდნენ რუსუდან დუმბაძეც, ნინი ბალანჩივაძეც და სხვა ჟურნალისტებიც. მოდი მიუბრუნდები, მაშინ რამე განსხვავებული მათ არ გაუკეთებიათ და დანაშაული არის როგორ ხა უკვე 15 შემთხვევა 29885-ის წინააღმდეგ. ანუ თქვენ გინდა წესად წარმოვაგჩიოთ 15 ექსტრემალური შემთხვევა, როდესაც 29885 შემთხვევაში სხვანაირი ქცევა იყო. ანუ სტანდარტი არა, გეტყვით. არა, როგორ გეტყვით? გიპასუხებთ. ანუ უყურე აქაც იგივე არის, ხო? აქაც იგივე არის, რომ 15 შემთხვევა ვერ იქნება სტანდარტი. სტანდარტი არის 29885 შემთხვევა. რაც შეეხება კიდევ ერთხელ საზოგადოებას შეიძლება მივიწყებული აქვს. საზოგადოებას მივიწყებული და კიდევ ერთხელ გავახსენებ რა არის წესი. წესი ნომერი 1. არ შეუვარდეთ ჩართული კამერით დეპუტატს და აპარატის თანამშრომელს ოთახში. ეწინააღმდეგებით? არ არის პრობლემა. კი ბატონო, იყო მანამდე შემთხვევები იყო და მის შემდეგაც იყო შემთხვევები და ამისთვისაც იყო სანქციები სხვათა შორის. მეორე, არ ჩახედო ტელეფონში ფურცლებში და კამერებით არ დაიწყო გადაღება, ვინაიდან მიმოწერა მათ შორის შეიძლება იყოს პრივატული მიმოწერა, რომელიც ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას. ამიტომ
ელექტრონული მოწყობილობების, ტელეფონების და ასე შემდეგ კადრის აღება და გადაღება არაეთიკური ქცევა. რამე წინამდებობა გაქვთ, ამას არ გაქვთ. იყო ასეთი შემთხვევები. და მესამე, კი, როგორ ყველაფერზე იყო სანქციები, მაგრამ მათ შორის თუ კი რაიმე არ იყო, იმიტომაც იყო, რომ ეს წესები ამოქმედა და თავი შეიკავა შემდეგ ჟურნალისტებმა. და მესამე საკითხი, რომელიც ეხება პარლამენტში საქმიანი გარემოს შემორჩენას იმ მხრივ, რომ ჟურნალისტ თუ რესპონდენტს არ სურს ჟურნალისტთან ინტერვიუს ჩაწერა, არა ბრიფინგის ფორმატში, არამედ ინდივიდუალური, სადაც მიდიხართ პირდაპირ დეპუტატთან ან აპარატის თანამშრომელთან და სთხოვთ ინტერვიუს მას, თუ კი მას არ უნდა იძალადოთ მასზე და არ უნდა იძალადოთ. არანაირი ვალდებულება, არ ვიცი მე ჟურნალისტიკის რომელ ფაკულტეტზე ისწავლება რომ რომელიმე ადამიანი არის ვალდებული რომ მოგცეთ ინტერვიუ, არა რა თქმა უნდა ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ანგარიშ ვალდებულება გულისხმობს რომ ის ფორმას შეარჩეს როგორ იყოს ანგარიშ ვალდებულება. რაც მთავარია. ამის და მიუხედავად განსხვავებით ზოგიერთ სხვა პარლამენტის პრაქტიკისა, ჟურნალისტს არ ezღუდება რომ მიხვიდეთ, ზოგ პარლამენტში ჭირდება წინასწარი თანხმობა დეპუტატის მხრიდან, რომ ინტერვიუ ჩასწავდეთ, წინასწარი უნდა იყოს თანხმობა. ჩვენ ამას შეზღუდულია, შეგიძლიათ მიხვიდეთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ, დაიწყოთ ინტერვიუ, დაუსვათ კითხვა, მას შორის აღბეჭდოთ ის თუ პასუხს არ გცემთ, ან არ აქვს პასუხი, გაურბის პასუხს. ეს ყველაფერი აღბეჭდოთ, რომ არ გაგცეთ პასუხი, თქვა შემდეგ რომ არ გაძლევთ ინტერვიუს და მორჩა. დიახ, ამაზეა საუბარი და ამაზეა ზუსტად საუბარი, მაგრამ ამაზეა საუბარი, კი ბატონო, ამაზეა საუბარი. თუმცა, როდესაც ამას შემდეგ მოყვება დევნა კორიდორებში, აპარატის თანამშრომლების, პარლამენტის წევრების მივარდნები, შევარდნები, ეს არ წარმოადგენს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტს. თუ რესპონდენტს პასუხს არ გცემს, დაბა რა გინდა თქვენ? ნუ თუ გინდა თუ ხელები ამოუტრიალოთ და წამების ქვეშ პასუხი გააცემინოთ? კი ბატონო, დაუსვით, თუ იმიტომ რომ თქვენ არ არსებობს თქვენი ინტერესი, არსებობს თქვენი მაყურებლის ინტერესი და თქვენი მაყურებელი, როდესაც ხედავს რომ პასუხს არ გცემთ, არ აქვს პასუხი, გაურბის პასუხს, ესეც პასუხია. ამას ხო და ამას აღბეჭდავთ. ამას არავინ არ გიზღუდავთ, ამას აღბეჭდავთ, ამის მიღმა ხელების ამოტრიალება, წამება, რა ვიცი, ასე შემდეგ. ჯერ უნდა იყოს სამართლებრივი შეფასება, იმისთვის რომ იყოს შემდეგ პოლიტიკური შეფასება. ამიტომაც არის რომ მნიშვნელოვანი არის რომ სამართალდაცვო სტრუქტურებს კონდეთ ჯერ სამართლებრივი შეფასება, ყველა საკითხთან და გარემოებასთან დაკავშირებით ზოგადად და ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური შეფასება. მაშინ გახარიებზე კითხავთ კიდევ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას 12 დეპუტატი, კიდევ ერთხელ შეხვდათ კერესელიძე უკვე თქვენ, როგორ აფასებთ ამ ფაქტს და როგორ ფიქრობთ მათ ჩართვა საპარლამენტო? მაფე საქმიანი შეხვედრა ქონდა, რა თქმა უნდა აინტერესებდა ვინაიდან ბატონი შალვა კერესელიძე გახლავთ 12 დეპუტატიდან ერთადერთი ვინც წინამოწვევის პარლამენტში იყო და იცნობს მეტნაკლებად საპარლამენტო პროცედურებს. ქონდა შეხვედრა ტექნიკურ საკითხებზე, სჭირდებათ გარკვეული საბუთები, საშვები, ოთახები, ასე შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე რა თქმა უნდა თავად ისინი ის უფლებამოსილებები რაც რეგლამენტით გააჩნიათ, რა თქმა უნდა შეუძლიათ სრულად ისარგებლონ ამ ყველაფრით. რაც შეეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა აქ ჩვენ არაფერი ნათამაშები არ გქონდა. ჩვენ რა დამოკიდებულებაც გქონდა გიორგი გახარიას მიმართ და მისი გუნდის მიმართ წინამოწვევის პარლამენტში. ამის შემდეგ რამე თუ გაუარესდა, თორე ხა გაუმჯობესებისკენ რა თქმა უნდა არაფერი არ წავიდოდა. ამის შემდეგ იყო ზუსტად არჩევნების არაღიარება, ბოიკოტი, ნახევარფეხით შემოსვლა, ასე ვთქვათ, პარლამენტში, ასე რომ აქ ეხა ჩვენგან არ უნდა ელოდნონ, რომ იქნება ისე მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებები გვექნება. ერთადერთი რასაც მე მათ ვურჩევდი, რომ ისედაც თავის სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს,
თავისი ნახევრად შემოსვლა არ შემოსვლებით და ეხლა შემოსვლებით და უარესად სასაცილო მდგომარეობაში თავს ჩაიგდებენ ისეთი განცხადებებით, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ მე მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური და სისულელეს მიღმა მყოფი სასაცილო განცხადებები. იმიტომ რომ ამაზე ხედავთ საზოგადოებისგანაც კი რა რეაქცია არის, დასცინიან მათ, ასეთ განცხადებებს გამო. ნახევრად ფეხმძიმება არ არსებობს. ან არიან პარლამენტის წევრები, ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. თუ არის მათი გადაწყვეტილება, რომ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში, ქართველი ხალხის პარლამენტში, ნება იბოძონ პატივისცენ ქართველ ხალხს, ყველას. არა მარტო თავის ამომრჩევას, არამედ ყველას და ნუ შეეცდებიან სასაცილო განცხადების გაკეთებას. გუშინაც თქვი, ერთ-ერთი განცხადება ვნახე, რუსთავში მერობის კანდიდატი გახარეს პარტიიდან, ერთი ქალბატონი გახდათ, რომელიც საუბრობდა რაღაც ლეგიტიმურ და არალეგიტიმურობაზე. რუსთავში მან პირადად მიიღო 2500 ხმა და ჩვენ 1,107,000 ხმა რომ მივიღეთ, ჩვენ გვეუბნება ადამიანი 2700 ხმის პატრონი, ჩვენ გვეუბნება 1,107,000 ხარდამჭერის მქონე პარტიას გველაპარაკება ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციაზე. ამით იხდიან თავს სასაცილოდ და უნდათ რომ დაიცინონ, კი ბატონო, გააგრძელონ ეს ხაზი. თუ არ უნდათ რომ დაიცინონ და მხოლოდ პოლიტიკური კრიტიკა იყოს, მაშინ ჯობია რომ აი ამ სასაცილო ხაზს შეეცვან, იმიტომ რომ არასერიოზია. როგორც ჩანს, გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა პარლამენტში შემოსვლის და მათ საკონსტიტუციო სარჩელში ვერ ვნახავთ. თქვენ თქვით, რომ რამდენიმე დღეში იქნებაო და აი თვალინდელი დღეღა არის დარჩენილი. ხო არ იქნება საკონსტიტუციო სარჩელი და გახარიას პარტიას ვნახავთ ჩვენ გასაუბრებელ პარტიებში. ჩვენ ვნახოთ სარჩელი შეიძლება იყოს დღეს ხუთშაბათი, ხო შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება იყოს ორშაბათს. კიდევ ერთხელ ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ იყოს ასე თქვა ტექსტი, თავად იყოს როგორც ისტორიული დოკუმენტი, სულად გამართული და არგუმენტირებული. გარდა იმისა, რომ ვიწრო ჯგუფი მუშაობთ თავად სარჩელის შინაარსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შემდეგ მნიშვნელოვანია რომ სარჩელი განვიხილოთ უმრავლესობის ფორმატში. ერთი განხილვა ჩვენ ზოგადი მონახაზის ქონდა უკვე უმრავლესობასთან ერთად, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც უკვე საბოლოო სახე ექნება სარჩელი, მათ შორის სასარჩელო მოთხოვნებს ამას განვიხილოთ. რაც შეეხება პარტიებს კრიტერიუმი არ არის ვისა პოზიცია აქვს დღეს, ან არ ვიცი ვინ სად არის. კრიტერიუმი არის მარტივი, ვინ არღვევდა კონსტიტუციას ჩვენი შეფასებით, სად გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ წავდგეთ ძალიან ძიმე იყო მისი გასაუბრებები და ლამის ქვეყნის მოღალატეს ეძახდით და მეორე ფონდსნი და ჩორჩანაშიო და 20 ივნის ტექსტების დავალებებს ასრულებდაო და ეს არ არის მაინც და მაინც საკმარისი რომ მე არ მithქოს რომ არ არის საკმარისი. მე პირიქით ის გითხარი თუ ის ფაქტი რომ ვინმე პარლამენტში არის თუ არ არის, ეს არ არის არავისთვის, არ არის ჩვენთვის რაიმე არგუმენტი. ან თავი შევიკავოთ საკონსტიტუციო სარჩელისგან, ან პირიქით ეს იყოს საფუძველი საკონსტიტუციო სარჩელისთვის. მთავარი არგუმენტი და საზომი ჩვენთვის არის კონსტიტუცია. და ერთი რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ შალვა კერესელიძესთან. შალვა კერესელიძემ თქვა ან ისაუბრეთ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ოპოზიციის კვოტები მთელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არის ვაკანტური და დაიკავებენ ისინი თუ შემოვლენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში პარლამენტის წევრებისთვის და ამ შემთხვევაში ოპოზიციის სეგმენტზე თუ ვისაუბრებთ, არის ორი სახის ინსტრუმენტები. ერთი, რომელსაც შეუძლია ოპოზიციამ ან დეპუტატებმა თავად უმრავლესობის მონაწილეობის გარეშე ისარგებლონ და რა თქმა უნდა, ამაში მათ აქვს სრული თავისუფლება, მათ შორის ფრაქციის შექმნა, კომიტეტებში წევრობა და ასე შემდეგ. და არის ინსტრუმენტები, რომლისთვისაც მათ სჭირდებათ უმრავლესობის თანხმობა. აქედან გამომდინარე, ეს არის უკვე პოლიტიკური საკითხი, რამდენად იქნება თანახმა საპარლამენტო უმრავლესობა, რომ მათ ის ინსტრუმენტები, რომლისთვისაც მათ ასე ვთქვათ, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით არ შეუძლიათ გამოიყენონ, ეს ინსტრუმენტები გამოაყენებინონ. ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. არა. რეგლამენტი კიდევ ერთხელ რეგლამენტში არსებობს ორი სახის ინსტრუმენტი, რომელიც ვთქვათ ოპოზიციას ამ შემთხვევაში აქვს. ერთი არის რაც მათ შეუძლიათ უმრავლესობის მონაწილეობის გარეშე გამოიყენონ, მაგალითად თქვი კიდევაც მათ ფრაქციის შექმნას შეუძლიათ 12 არიან, ინტერპელაციის წესი და იცით რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განახლებული ინტერპელაციის წესი და აქვე ბარემ
ვიტყვი რომ ვაპირებთ რა თქმა უნდა ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას. ინტერპელაცია მომავალ კვირას ნახავთ. პრინციპში გეტყვით რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ არის უკვე ინტერპელაციის კითხვები გაგზავნილი არის, იცით რომ წინა 4 შაბათი არის ბოლო ვადა, სესიების წინა 4 შაბათი და გუშინ იყო ბოლო ვადა და საპარლამენტო უმრავლეს ქართული ოცნების ფრაქციის მხრიდან არსებობს საინტერპელაციო კითხვები, რომელსაც მიემართა ინფრასტრუქტურის მინისტრს მომავალ კვირას გვექნება კიდევაც ინტერპელაცია. შესაბამისად ამ ინსტრუმენტებით ინტერპელაცია ფრაქცია სხვა შეუძლია თუ ისარგებლო, რაც შეეხება სხვა საკითხებს, სადაც საჭიროა თანამონაწილეობა უმრავლესობის, ეს პოლიტიკური საკითხია და როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ეს დამოკიდებულია უმრავლესობაზე, მასზე, პოლიტიკურ გარემოზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ეს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოში და უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანი არის მათ შორის შრომითი ბაზრისთვის, საქართველოს შიდა შრომითი ბაზრისთვის, როდესაც არალეგალური დასაქმება ხდება, როდესაც კრიმინალურ მდგომარეობაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს და ეს არის მათ შორის ნაწილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ჩვენი მხრიდან აღებული პასუხისმგებლობისა, რომ საქართველოს თავადაც იზრუნოს რომ არ იყოს არალეგალური მიგრაცია, რომელიც შეიძლება შემდეგ რაღაცნაირად გადაედინოს ევროკავშირში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სახელმწიფო საზღვარი ევროკავშირთან არ გვაქვს, ეს რისკები ზოგადად დაბალი არის. ასე რომ მისასალმებელი და მნიშვნელოვანი არის, მათ შორის ჩვენ კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ ეს პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი და კარგია რომ შეასრულოს სამინისტრო ამ ხრივ ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენს მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას აქტიურად იღებს. პოლიციელები არ ღვევენ თუ არა კანონს თავად, როდესაც აკავებენ ადამიანებს, რომლებიც განან ტროტუარზე. არ აქვს გადაკეტილი, აი მაგალითად წავედი აქციაზე, არ გადამიკეტავს გზა, დგევარ ტროტუარზე და დააკავონ ესეთი ადამიანი, ამბობენ პირდაპირ აქციის მონაწილეები, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 171 წლის გათვალისწინებული დანაშაული არის შეკრების და მანიფესტაციის განხორციელებისთვის უკანონო ხების შეშლას განახორციელებენ პოლიციელები და თავად აკეთებენ დარღვევას. როდესაც ისეთ ხალხს აკავებენ, ვისაც გზა გადაუკეტავს და უბრალოდ დგას ტროტუარზე. ნიღაბით უკეთია ტროტუარზე? არ უკეთია. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული შემთხვევა, ხო? გზის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ესეც ხო პირდაპირ ეთერშია, ხანუ აქაც ხო სპეკულაციები არ შეიძლება. არა, ეგ დააკავეს ხალხი, ზოგი რომ ამბობდა რომ ტროტუარზე დგავა რომ და იქვე უპასუხა ერთ-ერთმა პოლიციელმა რომ მანამდე გზაზე იდექიო, ასე რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ეს მოგორეთ გააჩნია ტროტუარზე ნიღბის გარეშე თუ გახარ და რამეს იპარავ დანაშაული. მოგეთ მე ისე თქმა მინდა რომ ყველა საკითხი კონკრეტული, ყველა საკითხი განიხილება სასამართლოში, საჯაროდ, მტკიცებულებებით. გზის გადაკეთავს მიეზღუება გზის გადაკეთვისთვის, ნიღბის ტარებელს, ნიღბის ტარებისთვის, რა ვიცი მე, სხვა პიროტექნიკის გამომყენებელს, პიროტექნიკის გამომყენებლისთვის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამწევისთვის შესაბამისი. ასე რომ ყველა არის ინდივიდუალური შემთხვევა, აქ დაკავების დროს არ ხდება მხოლოდ გზის გადაკეთებისთვის, ალბათ დაკავება არის სხვადასხვა სახის სამართალ გადასტომით. აი თქვენ თუ შემდეგ ამოიკითხავთ იმ ადმინისტრაციულ სანქციაში დაიდებათ რომ მოქალაქე X-ი ტროტუარის გამო არის ახლა 5 დღით უნდა იყოს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ამას თუ ამოიკითხავთ რომ ეს იქნება მისი მთავარი ბრალი, ну მაშინ ეს არის არა, რასაც რომ დაწერენ აქტივისტები ისეთებს ამბობენ, ისეთებს კადრულობენ. ესეთი გადაცემა იყო 90-იან წლებში ერქვა ამბობენ. ეხლა ამბობენს და ამან თქვა და იმათ, ამიტომ არსებობს, ამიტომ არის. მივიდეს, ამიტომ ეს აქტივისტი მივიდეს სასამართლოში, მისცეს ჩვენება, რომ მან ნამდვილად იცის, რომ არ იდგა ადამიანი ქუჩაზე მაგალითად. შემდეგ მეორე მტკიცებულება თუ იქნება ვიდეო ფირი სადაც დგას, მაშინ ამ აქტივისტმა ბოდიში მოითხოვოს და მეტი აღარასდროს აღარაფერი აღარ არის.